აკრძალული ნივთიერება კეფირისა და მინერალური წყლის ბოთლებში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების შემცველი სითხე ამოიღეს. დაკავებული ერთი ადამიანი. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააპატიმრეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემოტანას საქართველოში ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა. სახელმწიფო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. 9 ლიტრამდე კეტამინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება 29 წლის მამაკაცს საქართველოში კონსპირაციულად შემოჰქონდა. კეფირის და მინერალური წყლის ჯამში 10 ბოთლში აკრძალული ნივთიერება გაანაწილა და ბარგში ჩადო. თუმცა საბაჟო ტერმინალთან საეჭვო ბარგს და მის პატრონ ქართველ მგზავრს კრიმინალური პოლიცია საბაჟო სამსახურის ოფიცრებთან ერთად დახვდა. ოპერატიული ინფორმაცია დაადასტურდა ბარგში ნარკოტიკიდო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის აეროპორტში საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრების მიერ განხორციელდა მგზავრის შეჩერება, რომლის ბარგისა და ხეობარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. უკანონო ნივთიერების პატრონი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავებიან. სასამართლო პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა განსაზღვრა.